პოლიტიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები ბუნებრივია ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ გარდატეხებს, არამედ ის ატარებს ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნიშნებსაც, რაც ბუნებრივია გავლენას ახდენს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე, არამედ მთლიანად რეგიონზე და მის უსაფრთხოებაზე. თუ გავითვალისწინებთ, თუ რაზეც საუბრობენ დასავლური სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისინი საუბრობენ ღიად რეჟიმის რეალურ შესაძლო შეცვლაზე, დემოკრატიულ ცვლილებებზე, ამ პერსპექტივაზე და თავად ირანელი ხალხით ცვლილებების მოლოდინშია ეს დამატებით ამ პროცესებს უფრო მეტად ისტორიულად მნიშვნელოვანს ხდის. სწორედ ამ ფონზე ისმის კითხვა თუ რა პოზიცია უჭირავს საქართველოს და ქართული ოცნების ხელისუფლებას. პოლიტიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ დღეს საქართველო გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან სივრცეში მდებარეობს, თანაც საქართველოს დეკლარირებულად გაცხადებული აქვს, რომ მისი საგარეო კურსი ეფუძნება დასავლურ ღირებულებებს. ამიტომ ქართული ოცნების დუმილი ამ ვითარებაში აჩენს დამატებით კითხვებს. ექსპერტები განმარტავენ, რომ შესაძლოა ქართულ ოცნებას ეს დუმილი როგორც ერთ-ერთ ტაქტიკად არჩეული ჰქონდეს, თუმცა ეს დროებითია და დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ამ ვითარებაში ყველა დიქტატორმა დაინახა, რომ ისინი ბოლოს დასრულდებიან. შესაბამისად, ახლა ისმის კითხვა თუ რა პოზიცია ექნება ქართულ ოცნებას. ისინი ამ დრომდე ირანის სულიერი ლიდერის დაღუპვის ამბავს არ გამოხმაურებიან. რომ ეს არის ყველაზე მთავარი მოვლენა, რაც კი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლო 47 წლის განმავლობაში მოხდა, იმიტომ რომ ირანი არის რეგიონის ყველაზე დიდი ქვეყანა 90 მილიონი მოსახლით და იქ განვითარებული ნებისმიერი მოვლენა ეხება არა მხოლოდ ამ ქვეყანას, არამედ მის სამეზობლოსაც და მათ შორის საქართველოსაც შეიძლება შეეხოს. ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ერთ ან ორ დღეს შეიძლება თუნდაც შეერთებულმა შტატებმა ომი მოუგოს, თუმცა რა თქმა უნდა ძალები არ არის თანაბარი და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში დავინახავთ იმ უპირატესობას, რომელიც შეერთებულ შტატებს და ისრაელს ერთად გააჩნიათ. ეს რაც ირანში მოხდა, მხოლოდ გააძლიერებს პროდასავლურ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და არის დიდი გაფრთხილება ყველანაირი ჯურის დიდი და პატარა დიქტატორებისთვის. თუ რეჟიმი ირანში, რომელიც ამდენი წელი 47 წელი იფლებოდა ხელშეუხებლად, ეხლა ჩამოიშალა დომინოსად. უფრო ადრე ჩამოიშალა ვენესუელა, უფრო ადრე ჩამოიშალა სირია. მით უმეტეს ამას დაემთხვა ბრიტანული სანქციები, დაემთხვა ამას ამერიკის კონგრესში განხილვის შეტანა. თანაც საქართველო მდებარეობს ირანსა და რუსეთს შორის და ამერიკელებისთვის ამ გზის კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოცნება ძალიან მძიმე არჩევნების წინაშე დგას. და მხოლოდ განცხადებებით ამ საქმეს არაფერი ეშველება. ეს ომი ალბათ ამდენიმე კვირა გაგრძელდება, შეიძლება ოპოზით ხანაც და ჩემი აზრით ამერიკის მთავრობას ექნება მცდელობა თავიდან აწარმოოს მოლაპარაკებები ირანთან, ოღონდ აი სამხედრო ოპერაცია როცა დაასუსტებს მას და ამ დასუსტების შემდეგ ირანს შეიძლება მეტი мотиваცია გაუჩნდეს, რომ დათანხმდეს იმ მოთხოვნებს, რასაც მანამდე არ თანხმდებოდა. ახლა საინტერესოა რა სიტყვის ირაკლი კობახიძე, რომელიც ერთ დროს ირანში რეჟიმის ლიდერების გვერდით იდგა და ისმენდა სიტყვებს, რომელიც შეერთებული შტატებისთვის უკიდურესად მიუღებელია. პოლიტიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის არის არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ შესაძლებლობაც მან იპოვოს საკუთარი თავი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში და ახლა ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის დუმილსაც ქართული ოცნებიდან აქვს სიმბოლური დატვირთვა და ამ დრომდე ელოდება ყველა თუ რა სიტყვის ქართული ოცნება, რა პოზიცია ექნება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.